გამარჯობათ. 2026 წლის 27 მაისია. ახლა მე მინდა ვილაპარაკო იმ კადრებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს გავრცელდა გორიდან, სადაც ასახული არის პოლიციელების ძალადობა მოქალაქეზე. სანამ ზემოხსენებულ საკითხზე და ზოგადად დღეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბარს დავიწყებდე, მანამდე მე მინდა მოგიწოდოთ იმათ, ვისაც აქ ამ პლატფორმაზე, ამ აკაუნტზე ჩემი აქტიურობა საინტერესოდ და საზოგადოებისთვის სასარგებლოდ მიგაჩნიათ, რომ გამოიწეროთ, ანუ დააფოლოვოთ ეს აკაუნტი, დასვათ მოწონებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ იმ მიზნით, რომ თქვენც და უფრო მეტ ადამიანს უფრო გქონდეთ წვდომა ამ აკაუნტზე არსებულ მასალაზე. როგორც მოგეხსენებათ, დღეს გავრცელდა შემაშფოთებელი კადრები, სადაც ასახული არის თუ როგორ სასტიკად უსწორდებიან ფიზიკურად პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეს. მე მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი წარმოადგენს სერიოზული რეაგირების საკითხს საზოგადოებისა და შესაბამისი სამსახურების მხრიდან. და მე მიმაჩნია, რომ თვითონ ეს ფაქტი ასახავს არის გამოძახილი იმ პოლიტიკური ვითარებისა, რაც დღეს სახელმწიფოში არის შექმნილი და მე პირადად ეს მიმაჩნია მმართველი პოლიტიკური გუნდის ოცნების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხად. რადგანაც მაშინ, როდესაც დემონსტრაციებთან, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ასობით ადამიანი, თუ ათასობით არა, იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად თუ სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოცხადებული და ხშირ შემთხვევაში გამოტანილი იქნა სისხლის სამართლის დანაშაულის მუხლებით განაჩენები და ამ დროს, როდესაც დემონსტრანტებზე განხორციელებული მრავალი ძალადობების პასუხი იყო ის, რომ რამოდენიმე ხნის წინ, ანუ დაახლოებით კარგა ხნის გასვლის შემდეგ იმ ფაქტებიდან, რაზეც არის ლაპარაკი, წელიწადზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ, როდესაც რამოდენიმე ადამიანი იქნა მხოლოდ დაკავებული და ისიც ძალიან ბუნდოვანია თუ როგორ არის იმ ზემოხსენებული მიმართულებითაც გამოძიების საქმეები, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მსგავსი მოვლენების, მსგავსი ფაქტები, რაც ახლა დღევანდელ კადრებში გამოჩნდა გორში, რა თქმა უნდა, ეს უკვე ნაკლებ გასაკვირად გამოიყურება. ამიტომ მე მოუწოდებ საზოგადოებას ზოგადად შესაბამის სამსახურებს, რომ მიეცეს აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი შეფასება. ახლა მე არ მინდა რომ შევიდე კონკრეტულად იურიდიულ დეტალებში, მაგრამ მე პირადად, როგორც იურისპრუდენციაში შეიძლება ითქვას, რომ ჩახედულ ადამიანს ძალიან სათუოდ მიმაჩნია, რამდენად მართლებული შეიძლება იყოს აღნიშნულ დანაშაულზე თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლის მიყენება. მაგრამ ეს ახლა ვინაიდან მე თვითონაც ახლა ეს ჯერჯერობით ახალი ამბავია, ასე რომ დეტალურად იურიდიულ დეტალებში შესვლისაგან თავს შევიკავებ, მაგრამ ზოგადად გამოვთქვამ ვარაუდს, რომ ძალიან სათუოდ მიმაჩნია, რამდენად მართლებული შეიძლება იყოს ზემოხსენებული მუხლის მიყენება. მე მინდა მოქალაქეებს მოუწოდო, რაც უფრო მეტი მსგავსი შემთხვევა მოხდება, მით უფრო ცუდად წავა საქართველოში დემოკრატიის საქმე. ამას ადასტურებს საერთაშორისო მონაცემებიც, რომლის თანახმადაც, მაგალითად ეკონომისტის მონაცემებით დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ინდექსი 2025 წლისთვის უკვე შეფასებულია მხოლოდ 4.36 ქულით, როდესაც 2013 წელს შეფასებული იყო 5.95 ქულით. და მე მინდა მოქალაქეებს უთხრა, რომ ზოგადად მსოფლიოში და ზოგადად მსოფლიო ეკონომიკაში და ზოგადად ეკონომიკაში არის ასეთი ვითარება, რომ უმეტეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობს, მაგრამ იმ გამონაკლის შემთხვევებსაც აქვს თავისი მიზეზები. უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფოში, რაც უფრო მაღლა არის დემოკრატიის ინდექსი და რაც უფრო უკეთესად არის დემოკრატიის მდგომარეობა, მით უფრო მაღალია იმ ქვეყნის ეკონომიკა, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით და მით უფრო დაბალია საბანკო სესხებზე გადასახდელი პროცენტის ოდენობა. ხოლო უმეტეს შემთხვევაში
რაც უფრო დაბლა არის დემოკრატიის მდგომარეობა სახელმწიფოში, ანუ დემოკრატიის ინდექსი, მით უფრო დაბალია უმეტეს შემთხვევაში იმ ქვეყანაში ეკონომიკა, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე და მით უფრო მაღალი არის საბანკო სესხებზე საპროცენტო გადასახადი. რატომ? იმიტომ რომ როდესაც დემოკრატიის ინდექსი მაღალია, მაშინ ეს ინვესტორებისათვის წარმოადგენს კარგ სიგნალს იმ სახელმწიფოში ფულის დაბანდებისათვის და ასეთ შემთხვევაში ისეთ სახელმწიფოებში იზრდება ფულის ნაკადების მიმართულება, რაც იწვევს ეკონომიკის, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას და ფულის ანუ უცხოური ვალუტი იქნება თუ შიდა ბიზნესის წახალისება, უფრო მეტი ინვესტიციების შესვლა იწვევს საბანკო სესხებზე კონკურენციის ზრდას, იწვევს კონკურენციის და ფულის შედინების, ვალუტის შედინების ზრდას იმ ქვეყანაში, ზოგადად საბანკო სფეროშიც კონკურენციის ზრდას, რაც იწვევს საბანკო სესხებზე საპროცენტო გადასახადების შემცირებას. ასე რომ მინდა მოგმართოთ საქართველოს მოქალაქეებო, რომ რაც უფრო დაბლა იქნება საქართველოში დემოკრატიის ინდექსი, მით უფრო ცუდი იქნება ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისა და მით უფრო მაღალი იქნება საბანკო სესხების საპროცენტო გადასახადი იმათვის, ვისაც ბანკის სესხები გააჩნია, ხოლო რაც უფრო უკეთესად იქნება დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში, მით უკეთესად იქნება ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისა და მით უფრო დაბალი იქნება საბანკო კრედიტების პროცენტების გადასახადი იმ მოქალაქეებისათვის, ვისაც გააჩნიათ ბანკის სესხები. ხოლო ბანკის სესხები, როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს გააჩნია. აი ამ დეტალებზე მინდოდა მელაპარაკა, დანარჩენი ალბათ გამოჩნდება როგორ განვითარდება მოვლენები. დღეს მე მოვისმინე ბატონ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ზემოხსენებულ კადრებთან დაკავშირებით რომელ კადრებსაც მან მიუღებელი კადრები უწოდა და ალბათ გამოჩნდება რამოდენიმე დღეში თუ როგორი რეაგირება იქნება შესაბამისი სამსახურებისგან ზემოხსენებულ შემაშფოთებელ ფაქტზე და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ამბავი მოხდა იმ პირობებში, როდესაც ოცნების ხელმძღვანელობის არაერთი პირის მხრიდან გამოითქვა წუხილი შეშფოთება თუ აღშფოთება, არ ვიცი როგორ უფრო სწორად გამოუთქვა, დანიაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. დანიაში, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც დემოკრატიის ინდექსი, ეკონომიკის სიაში დემოკრატიის ინდექსის მიხედვით იმყოფება მესამე ადგილზე ნორვეგიისა და ახალი ზელანდიის შემდეგ 9.42 მიასედი ქულით, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა. და სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, საქართველოს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას დაახლოებით 7.5-ჯერ აჭარბებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უფრო ზომიერ სარტყელში მდებარეობს კლიმატურად, ხოლო დანია უფრო ცივ კლიმატურ სარტყელში, რადგანაც თანაბარ პირობებშიც ზომიერ კლიმატის სარტყელში მდებარე სახელმწიფოებში, ცივ კლიმატში მდებარე სახელმწიფოებთან შეფარდებით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა უფრო მაღალია. ანუ რო არ ყოფილიყო ეს კლიმატური სხვაობა, ალბათ დაახლოებით 9 წლით უფრო მაღალი იქნებოდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დანიაში საქართველოსთან შედარებით. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მოგეხსენებათ, შეიძლება ერთი ადამიანი გარდაიცვალა 20 წლის ასაკში, მეორე 80 წლის ასაკში, მესამე 100 წლის ასაკში, მეოთხე 54 წლის ასაკში, მაგრამ საშუალო ნიშნავს საშუალო არითმეტიკური ციფრის გამოყვანას და ამ მონაცემებით დაახლოებით 7.5 წლით უგებს დანია საქართველოს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით, ხოლო მსოფლიოს კი დაახლოებით 9 წლით. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებოდეთ.